მას შემდეგ, რაც კინოგაქირავებაში ახალი მძაფრ სიუჟეტიანი მხატვრული ფილმი გამოჩნდა, ქალაქის კინოთეატრებში სეანსებზე დასასწრები ბილეთების შოვნა პირველ რამდენიმე დღეს მსურველთა დიდი რაოდენობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის საფუძველზე ფილმის ეკრანზე გამოჩენიდან მალევე ქალაქის მესვევრებმა ივარაუდეს, რომ ფილმი კომერციულად მომგებიანი იქნებოდა. ყველაზე მეტად, რომელიც დააყენებს ეჭქვეშ ამ ვარაუდს. ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ პრესაში გამოჩნდა კინოკრიტიკოსთა რეცენზიები, სადაც მკვეთრად უარყოფითად იყო შეფასებული ფილმის ოპერატორის ნამუშევარი. იდეაში ოპერატორის მიმართ კრიტიკამ შეიძლება არსებითად არ იმოქმედოს ფილმის მიმართ საზოგადოებრივ აზრზე, იყოს ეს უფრო ტექნიკური რეცენზიები, იმიტომ რომ შეიძლება ფილმის შინაარსი, მთავარი სათქმელი, რეჟისურა, მსახიობების ოსტატობა მაინც აქტუალური იყოს და ეს ხარვეზი გადაწონოს. ამიტომ ვერ გამოგვადგება. საინტერესო არის გარკვეული ხარისხით, თუმცა ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის კინოთეატრების ქსელი საკმაოდ ფართოა, დავუშვათ 100 კინოთეატრია, ძალიან ბევრი, 20 კინოთეატრია, ხოლო ინფრასტრუქტურაც მაღალი დონისა, ფილმს ქალაქის მხოლოდ რამდენიმე 3 კინოთეატრი უჩვენებს. რას ამბობს ბეპასუხი? ესე იგი, ბეპასუხი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ ფილმის მიმართ ინტერესი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც ეს მოეჩვენათ ქალაქის მესვეურებს. იმიტომ რომ ფაქტობრივად მოთხოვნა მიწოდება იყო აცდენილი. ესე იგი, მოსალოდნელია, რომ მალე დაკმაყოფილდება დაინტერესებული კინომოყვარული საზოგადოება. ესე იგი, მოსალოდნელია, რომ ეს მსურველთა დიდი რაოდენობა იყო დროებითი აჟიოტაჟი, ვთქვათ, რაღაცა წინასწარი მარკეტინგული კამპანიის გამო და უკვე მერე ვთქვათ, ნახა გარკვეულმა რაოდენობამ ადამიანებისა და აღარ აღმოჩნდეს, ვთქვათ, სხვებისთვის საინტერესო და ავტომატურად შეიძლება აღარ იყოს კომერციულად მომგებიანი. ესე იგი, ბეპასუხი ქალაქის მესვეურთა ვარაუდს აცლის დასკვნას. უბრალოდ საფუძველს, არა სწორი საფუძველი ჰქონდა მათ დასკვნას, რა. ის ფაქტი, რომ 3 კინოთეატრში დააკვირდნენ მოთხოვნას და არა, ვთქვათ, სრულ სურათს კინოგაქირავების სფეროში, კინოთეატრებში, ხო? შესაძლებელია მათი დასკვნა მოლოდინი იყოს ავტომატურად უსაფუძვლო, ხო? ხო, ეჭქვეშ დაყენება გვევალება და არა მტკიცებულება, რომ დასკვნა უსაფუძვლოა. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება მოთხოვნა მართლაც არსებობდა დიდი, წერია კიდეც, რომ სრულად დიდი რაოდენობა იყო, თუმცა აქ იგულისხმება, რომ ბილეთების მსურველთა რაოდენობა და ბილეთების რაოდენობა იყო ერთმანეთთან აცდენილი, ხო? ბილეთების შოვნა პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ამ თანაფარდობით, რა, ვისაც ბილეთი უნდოდა და რამდენი ბილეთიც იყო, აქ იყო მოკლედ აცდენა. ამ თვალსაზრისით მოკლედ ბეპასუხი დავტოვოთ. ფილმი, რომელშიც რამდენიმე კინოვარსკვლავი მონაწილეობდა, საქვეყნოდ აღიარებულია. აღიარებულმა რეჟისორმა გადაიღო, რომელიც ადრეული ნამუშევრები მსოფლიო კინოხელოვნების ოქროს ფონდში შესულია, რა თქმა უნდა, ამ ფილმს ყიდის და ეხმარება მას, ვთქვათ, რეალიზებაში და კომერციულად მომგებიანი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეებში ფილმი ქალაქის კინომოყვარულთა მხოლოდ 0.1%-მა ნახა, გამოსვლიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ამ ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზებში სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩებოდა. რას ამს ახლა დეპასუხი? ცოტამ ნახა და გავიდა 1 კვირა და უფრო მცირდება თავისუფალი ადგილების რაოდენობა. ესე იგი, ამ ფილმის მიმართ ინტერესი კლებულობს. რით შეიძლება იყოს ახლა ეს განპირობებული, ხო? შეიძლება იყოს იმით, რომ ფილმი არ არის საინტერესო და ეს
ხმა გავრცელდა. შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ გაძვირდა, ვთქვათ, ბილეთის ფასი, რაც ამ პასუხის სისწორეს უკვე აღარ გვადგება, იმიტომ რომ თუ გაძვირდა და ამიტომ შემცირდა მომხმარებელთა რაოდენობა, ეს უკვე ეთქვეშ აღარ აყენებს მოცემულ ვარაუდს. შეიძლება ყოფილიყო კიდევ მიზეზი, რის გამოც ერთი კვირის შემდეგ ამ ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზებში სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩება. იქნებ უფრო მეტმა კინოთეატრმა დაიწყო ამ ფილმის ჩვენება და შესაბამისად ეს მაყურებელთა რაოდენობა გადანაწილდა, ხო არ ვიცით. იქნებ ეს ფილმი გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით და რაღაცა სხვა არხებზე ნახა დაინტერესებულმა მაყურებელმა და შესაბამისად ამიტომ იყო უფრო და უფრო მეტი თავისუფალი ადგილი. ან კიდევ იქნებ რაღაცა სხვა გარემოებას დაემთხვა ერთი კვირის შემდეგ ფილმის ჩვენება, რამაც კინომოყვარულებს არ მისცა შესაძლებლობა, რომ კინოთეატრში მისული იყვნენ, ხო, რაღაცა მიზეზის გამო. ესე იგი, დ-პასუხსა და ბ-პასუხს შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ უკეთესი არის ბ-პასუხი, ხო, ეს ამოცანებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ბ-პასუხი უფრო მეტად აყენებს ეჭქვეშ ვარაუდს, იმიტომ რომ უსაფუძვლოდ, ესე იგი, მოცემული ინფორმაციის არა სანდო ინტერპრეტაცია გააკეთეს, ხო? ესე იგი, მსურველთა დიდი რაოდენობა მოეჩვენათ. რეალურად არ ყოფილა მსურველთა დიდი რაოდენობა, უბრალოდ მიწოდება იყო დაბალი. ხოლო დ-პასუხის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ კომერციულად მომგებიანი იყოს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ იმდენად დიდი ქალაქია და იმდენად დიდია კინომოყვარული, რომ 0.1% უდრიდეს რაღაცა ძალიან დიდ რიცხვს, ხო? ამასთან სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილის გამოჩენა ავტომატურად გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არ ნიშნავდეს იმას, რომ მაყურებელი არ არის და შეიძლება იყოს საერთოდ ბუნებრივი რხევა და ბუნებრივი პროცესი, ხო? ამიტომ ავირჩიოთ ბ. ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმის პრემიერაზე დაამსწრე მაყურებელთაგან დაახლოებით მე-11 ფილმი დადებითად არ შეაფასა, უბრალოდ თავი შეიკავა, ეს ეჭქვეშ არ აყენებს.